დილამშვიდობისა ტრეიდერებო დღეს 21 ივლისია ხუთშაბათი. ხუთშაბათი როგორც მოგესალმებათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღეა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ვაჭრობისთვის, რადგან ჩვენთვის ცნობილი გახდება ამერიკის უშუალობის საჩივრები, რომელიც ერთკვირიან ტრენდს აყალიბებს ხოლმე საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე დოლართან მიმართებაში. ასევე დღეს ცნობილი გახდება ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე და მოგვიანებით მარიო დრაგი განმარტავს მონეტარული პოლიტიკის მიმართულებას და საპროცენტო განაკვეთის ცვლილების ტენდენციებს, ასე რომ ბოლოს მინუტებთან ხვალ დეტალურად გავარჩიოთ ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ტენდენციებს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, დიდ ბრიტანეთში დღეს ცნობილი გახდება საცალო გაყიდვები, ხოლო გუშინ, როგორც მოგახსენებთ, გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში მცირედით შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-დან 4.9%-მდე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ძალიან დიდი ცვლილება, მაგრამ ასე თუ ისე პოზიტიური ნიშანია ბრიტანეთის ეკონომიკისთვის. ასევე გახდა ცნობილი, რომ ამერიკის ნედლინავთობის მარაგები მცირედით შემცირდა, რაც ნეგატიურად აისახება. გუშინ ევრო-დოლარის სავალუტო წვილის სავაჭრო ინსტრუმენტზე შეინიშნებოდა დაგროვალი ტენდენცია ევროპულ სესიაზე, ევრო გაუფასურდა ევროპულ სესიაზე, ხოლო ამერიკულ სესიაზე დაიბრუნდა თავის პოზიციები და საბოლოოდ დღის განმავლობაში თითქმის არ შეცვლიდა ევროს სპაის დოლართან მიმართებაში. რაც შეეხება დღეს, აზიურ სესიაზე ევრო მცირედით გამყარდა, განაგრძო გუშინდელი ამერიკული სესიის ტენდენცია. ევრო-დოლარის სავალუტო წვიზე შეარჩიეთ მნიშვნელოვანი დონე, ორი მნიშვნელოვანი ფასი, წინამდებობის ფასი 1.1047, ხოლო ხალხაჭერის ფასი 1.1009. სწორედ ამ ორი ფასის გარკვევის შემთხვევაში შეგიძლიათ ივაჭროთ იგივე მიმართულებით, მაგრამ დღეს მეტი ყურადღება დავუთმეთ ფუნდამენტურ მოვლენებს, რადგანაც მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები და პანიკური მოძრაობები ამ სავალუტო წვიზე და არა მარტო. დღეისათვის სულ ეცვა, გისურვებთ ნაყოფიერ ვაჭრობას.